Alejandra Lascano, Cristóbal Landeri, Rafael Sánchez Navarro, ფილმში Daniela, Leonardo Danieli, Gabriela Roeli, Claudia Alvarez, Alejandra Maldonado, Wendy de los Cobosi, Maria Rebecca, Carla Carillo, Elvira Monseli, Alan Ciangerotti, Armanda Torrea, Pia Vazzoni, Gina Moretti, René Campero, Ugo Catalani, Juan Martín del Campo, მოწვეული მსახიობები, Abel Fernando, Julia Inés Calzada, Luis Pereri, Carlos Alvarez, Alma Moreno. იდეის ავტორი ინეს როდენა. სცენარის ავტორები კარლოს რომერო და ხოსე ლუის დურანი. რეჟისორი პედრო ლუევანო. პროდიუსერი ფიდეს ველასკო. აღმასრულებელი პროდიუსერი პედრო ლუევანო. მუსიკა სეზარ აბგუსტო გონსალესი. მირიამ მონტემაიორ კრუსის და ფაბიოლა როდასის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. Mexico 1989 წელი. გაჩუმდით ღმერთი გწამს. აუტანელი სიცხეა. გაჩუმდით ღმერთი გწამს. არა ეს მამაშენი ნამდვილი ხეპრია. დაწნადი შვილო ნუტირი. წესერად მოიგეცით. საფენების ჩანთა წამოიღე სანტიაგო. ახლა შენი მოსამსახურეც გავხდი. და სიცხული და მკოდარი მოვდივარ. დამშვიდი შვილო. ცხოვრების სიყვარულის პოვნა ძნელია. და ყველაზე უფრო ძნელია იმ დღის გამოცნობა თუ როდის მოხდება ეს. წამოიღე ჩანთა სანტიაგო გთხოვ? ამისთვის წამოგიყვანე? მასხრად უნდა გვიგდონ? შეხედე ერთი, ამათ მანქანებს შეხედე. გაჩუმდი მეთქი. და მე შენს მანქანას შეხედე. რა იყო რა გინდა? ვერ ხვდები არა? ვერ ხვდები. დიეგომ მხოლოდ იმისთვის დაგპატიჟა რომ დაგამციროს და დაგიმტკიცოს რომ შენზე ბევრად უკეთესია. გაიღიმე, კარგი გთხოვ. არ მეღიმება. ზრდილობისთვის ვაინც. რა იცი რა არის ზრდილობა? როგორ ხარ გამარჯობა რა კარგია რომ მოხვედით. Bienvenidos. ძალიან ლამაზია. როგორ ხარ? მიხარია რომ მოხვედით. ¿Cómo estás? Bienvenidos. Bueno, porque რატომ არ შევდივართ? ხო მართლა. Mi amor. ცერემონია დაიწყება. შევიდეთ, საყვარელო. სხვა თუ არაფერი შენთან როცა ვარ მაშინ მაინც მეცი პატივი და თავი შეიკავე. თვალს ვერ აშორებ არა? არა, არ შემიძლია. არ შემიძლია. წმინდა ნათლობის საიდუმლო სახსროლების ჯამს განაგდებს სატანის ცდუნებას. Renuncias a las tentaciones del demonio. Sí. დიახ, განვაგდებ. დიახ. Renuncias განუდგები მისი მსახურების საქმეებს. de las glorias vanas. Sí. დიახ, განვუდგები. დიახ, განუდგები. აღიარებ ქრისტეს მთელი სულითა და გულით. დიახ, ვაღიარებ. დიახ, ვაღიარებ. En nombre de Dios. ნათელს იღებს სახელითა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა. Espíritu Santo. Yo te მხევალი ღვთისა con el სახელად nombre de Daniela del Rocío. Montenegro Lugo. საყვარელო, რა საყვარელო. იცინის. ლამაზო. Señor, muchas gracias. მადლობთ, სენიორ, დიდი მადლობა.
მოშორდია ქაურობას. იქნება ერთხელ მაინც გადმოხედო გაჭირვებულებს გვადალუპეს ღვთისმშობელო. ჩუი! მადლობას უნდა სწირავდე, შენ კი სულ ებუწყუნები ოტილია. კარგი ერთი, ამას ვინ ამბობს? ძალიან ბედნიერი ხარ? მუცელ გამობერილი რომ დაიარები. შენ შულს ჩუის მიხედე, უსაქმოდ დაყიალობს და სხვის მანქანებს რკინის ნაჭრით ხაზავს. ბავშვია და ცელკობს. ჩუი! ერთხელაც იქნება ციხეში ამოაყოფინებენ თავს. ნეტა ერთი შერა გადარდებს. ჯობია შენს თავს მიხედო და შენი შვილის მამა მოძებნო. იქნებ გაარკვიო მაინც ვინ არის. ვიცი მამა ვინც არის და რომ მოვინდომო ვიპოვი კიდევაც დაწყნარდი. დარწმუნებული ვარ არც კი იცი ვინ დაგამაკა. ბოროტიენები ამბობენ სამ კაცთან ჰქონდაო საქმე. შენც და ის ავიენებით ჯანდაბაში წასულხარ გასაგებია? მორჩი მეტიჩრობას. შენივე სიკეთისთვის გელაპარაკები. დამიჯერე ამ ბავშვის მამა შენს დახმარებას თუ არ აპირებს, მაშინ ჯობია მის მოშორებაზე იფიქრო. გაჩუმდი. მამამის უნდა თუ არა ჩემი შვილი მაინც დაიბადება. დედა მე ვარ და ეს ჩემი გადასაწყვეტია. ბრჭყალებით და კბილებით დავიცავ ჩემ შვილს ოტილია, გესმის? რაც გინდა ისგენიშე, გამოტვინებულო. ჩუი! სად დაყიალობ? შედი და კარიერების გაუღო. ჩემს ბიძაშვილს ვინახულებ. ხეს მისი ბატონების შვილს ნათლავენ. იმ ხალხს ბავშვის გასაზრდელად ფული ნამდვილად აქვს, ზოგიერთებისგან განსხვავებით. შენ გაქვს უფლება დაიბადო საყვარელო. არაფერი მოგაკლდება გეფიცები. გეფიცები. ჩემო პაწაწინა. რა საყვარელია? ულამაზესი ხარ დანიელი და სუნთლად მამიკოს გამხარ. ნახე რამდენი საჩუქარი მოართვეს დანიელიტას. ხო, ძალიან ბევრია. ნამდვილად იმსახურებს. ეს ანგელოზი მთელსაც იმსახურებს. მითხარი ბიძაჩემო, რამდენიმე დღე ჩვენთან ხომ დარჩები? ხო თუ არა? შვილო, მეხიკოს სიმაღლე მაინც და მაინც არ მიხდება, მაგრამ რა ვქნა? ამ ანგელოზმა ჩემი გული დაიპყრო. უკაცრავად ბაღში მაგიდები უკვე ავიღეთ. გინდათ ბავშვი თავის ოთახში წავიყვანო. მიკაელა, ეს უკვე შენი ნათლულია. ნუ ხარ, მე წავიყვან. ნახვამდის პატარა. უკაცრავად. გთხოვთ. ულამაზესი ოჯახი გყავს შვილო. ხო, გაუფრთხილდი. ძალიან გაუფრთხილდი. ამას ასე რატომ მეუბნები ბიძია? იმიტომ რომ ბედნიერება შურს იწვევს. დაუჩქარე, ვერ ხედავთ ფეხზე ძლივს გავარ. შემოდი შვილო, შემოდი. შენც კარგი და გეყოფა. არასოდეს ცხოვრებაში ასე დამცირებულად თავი არ მიგრძნია. დაჯიკი. მაგ დაჯიკი ჩემო დედოფალო. ჭამე შვილო, ჭამე. მერტო ჩემო შეუძლებელია. რას გავს საკაურობა? არა ასე ნუ მიყურებ. დიეგო მიმისთვის დაგპატიჟა რომ დაემცირებინეთ. ერთი და იმავეს გამეორებით არ დაიღალე, გაჩუმდი რა. არ დავღლილვარ. გაჩუმდი. არც დავიღლები. ეს არის სიმართლე. შენ რომ მკითხო საპატიო სტუმრები ვიყავით, არა? ამიტომ დაგვსვეს ყველაზე უკან. მოსამსახურეებივით. მოსამსახურეებს არაჩვეულებრივად ექცევიან. შვილიც კი მოანათვლინეს. მოსამსახურეს. შენ მოსამსახურის ოდენა პატივიც არ გერგო. არა ასე ნუ მიყურებ? ასე ნუ მიყურებ მეთქი. მოხიკე შენი სათამაშოები, 1000 ჯერ გითხარი არ მომწონს ამ სათამაშოებს აქ რომ ტოვებ. აი რა შენი ნუცები. მეორედ აქ რომ დამიყარო, ავიღებ და თავზე გადაგამტრებ. დაეხმარე ანტონიო. მიდი დედამართალია, მიდი. დაეხმარე რა იყო შენი ძმა შენი მოსამსახურე გონია თუ რა? ახლა ეს საყვარელო, ახლა აგიყვან შვილო. დედიკო მოდის. მომისმინე ორასიო. მე მხოლოდ ერთს გეტყვი. თან უკანასკნელად. სანტიაგო ადექი. გაჩერდი, გიბრძანებ გაჩერდი მეთქი. არ ერთი შეხედე. რა არის ბიჭო ეს რა არის? შენ სტაცაცმელს შეხედე რას გავს? ასე როგორ დაიცვარე? გონია შენი მოსამსახურე ვარ რომ ტანსაცმელი გირეცხო. სარეცხი მანქანაც კი არ მაქვს. გაჩუმდი, ვერ ხსები რომ ცხოვრება ჯოჯოხეთად გვიქციე. ეს არის ჯოჯოხეთი, აქ არის ჯოჯოხეთი. მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად გამოვიდა. ძირვაც და წვეულებაც. კბილეულობაც. კბილეულობაც არაჩვეულებრივია. გინდა?
sabe mejor. ასე უკეთ გამოიყურები. მართლა? Yo creo que, იცი რას ვფიქრობ? que Dios me quiere. უფალს ძალიან ყვარები ვარ. რატომ? Porque me იმიტომ რომ ყველაფერი მომწერა შეიძლება ამ ქვეყანად კაცმა ინედროს. a la mejor. არაჩვეულებრივი ცოლი და არაჩვეულებრივი ქალიშვილი. მაშინ მე უფრო ვყარები ვარ. მართლა? რატომ? შენი თავი მაჯუქა, ჩემი გოგონა და კიდევ უამრავი რამ. Mi vida. საყვარელო. Eres ბედნიერი ხარ. ¿Cómo no lo voy a hacer? როგორ არ უნდა ვიყო ბედნიერი, როცა თქვენ ორნი მყავხართ. ამაზე მეტი რა უნდა ვთხოვო უფალს. საყვარელო. ხელფასი მოამატებინე, რამე მოიფიქრე ორასიო, გაინძერი თუ ღმერთი გწამს. აქ ცხოვრება აღარ შემიძლია, შენ შვილებს შეხედე. სანტიაგო მოდი აქ. დაენახო მამა შენს ამ დასრული ტანსაცმლით, თავისი მათხოვრული ხელფასით რომ გიყიდა. გამოსაცვლელიც არაფერი მაქვს ბავშვისთვის. შეხედე აქაურობას, ჩვენი ბინა. ბინა კი არა, ნამდვილი საღორეა. ახლა მე შემომხედე? კარგად შემომხედე? მათხოვარ დავემსგავსე და შენ? კაცმა რომ გითხოს ადვოკატი ხარ, მაგრამ მაწანწალას უფრო გავხარ. სულ მალე ყველაფერი გვექნება რა საჭიროა, უბრალოდ დროის ამბავია. შენ რა მოყვებოდი? მაშინ რა ჯანდაბაზე ვფიქრობდი? არა, ამას ნუ ამბობ. შენ გაჩუმდი? არა, შენ თვითონ გაჩვენდი. იცი რა? როცა მეტყვი მაშინ დავშორდებით ერთმანეთს, გასაგებია? უკვე ყელში ამომიხვედი. სათქმელი ჯერ არ მეთქვამს? გაჩვენდი მეთქი. ლაპარაკი არ დამიმთავრებია, შენ თვითონ ამომიხვედი ყელში თუ სიმართლე გინდა. ამ სიღატაკეს თავს ვერასოდეს დააღწევ, ვერასოდეს. იყავი და მუდამ არარაობად დარჩები როდრიგეს, საზიზღარო, ლაჩარო. მთელი ცხოვრება სინიორ დიეგო მონტიეგოს ნასუფრალის იმედად იქნები, ეს არის სიმართლე. და ნუ მიყურებ ასე. Mi amor, te. საყვარელო, ოფისში უნდა წავიდე. უნდა წახვიდე? ხო, საბუთებს ხელი მოვაწარო. ხომის ჩემი სამუშაოს ამბავი. ვიცი როგორი მოუცლელიც ხარ ძვირფასო, მაგრამ მეგონა ნათლობის დღეს მაინც დარჩებოდი სახლში. დღეს ხომ კვირაა. ხო, საყვარელო, მაგრამ ორასიო მარაჩვეულებრივ შეთანხმებას მიაღწია. საბუთებს ხელი უნდა მოვაწერო, ერთხელ გადახედავს და ხვალ კლიენტებს გადასცემს. Mañana los clientes. ორასიო როდრიგესმა შეთანხმებას მიაღწია? ხო? იცი რა? Esta es la mejor. ჩვენი კომპანია ასეთი წარმატებული მართლაც არასოდეს ყოფილა. ამდენი ფული არასოდეს შემოსულა და ეს მხოლოდ და მხოლოდ ორასიოს შრომის და მისი ძალისხმევის შედეგია. Esfuerzo. სიმართლე გითხრა, ფიქრობ რომ ხელფასის მომატებაზე ბევრად მეც He იმსახურებს. estado pensando que tal vez le dé algo más que un buen aumento de sueldo. რისი თქმა გინდა? Lo voy a invitar სააქციო საზოგადოებას a la შევთავაზებ. sociedad. მინდა ჩემი კომპანიონი გახდეს. Es mi socio. ღმერთმა დაგწყელოს დიეგო. ის კალიწამართი, რომელიც ამ ქვეყანად ყველაზე მეტად მიყვარდა. და მას არ შეგარჩენ. დაინახავ. ქუჩაში დაგტოვებ. ხოლო ჩემი იქნება. ჩხუბის გაგზელება გინდა? თუ ასე მაშინ მეწავალ. წასვლო თუ გინდა წადი. და სხვა სამსახური იპოვე. რებეკა მხოლოდ იმას ხვდა რომ ცოტაც მოითმინო, გეფიცები უახლოეს მომავალში ყველაფერი გვექნება. მოვითმინო? ხო, კიდე? იმაზე მეტი რა მოვითმინო, რაც ამ წლებში მოვითმინე. როგორ გაუმართლა დანიელას, თოლად შენ რომ არ გამოყვა. გავფრთხილებ რებეკა. გაჩუმდი. არ გავჩუმდები. შენ რომ გამოყოლოდა, ჩემს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. შენს ხელში გაჭირვებისა და დარდის მეტი არაფერი ეღირსებოდა. ჭკუა იყო და დონ დიეგო მონტენეგროს გაჰყვა, ხედა? ხედა ვის კაცი როგორ აცხოვრებს. ვერ ნახე? მე შენ გაგაფრთხილებ. ამ საკითხზე მეორედ ერთი სიტყვის გაგონებაც არ მინდა მეთქი. ხო, მაგრამ ეს ხომ ფაქტია. შენ თავს ისამჯობინა. ნამდვილი კაცი აირჩია და შენ ჯანდაბაში გაგზავნა. რა თქმა უნდა. ამიტომ აგრძელებ დონ დიეგოსთან მუშაობას, არა? მზად ხარ, ნებისმიერი დამცირება აიტანო, არა? ლამაზო. ოღონდ კი მის ცოლთან ახლოს იყო. მიუხედავად იმისა, რომ ცივი უარი გტკიცა, მაინც დანიელა გიყვარს, ხომ ასეა? ასეთ რამეს როგორ მეუბნები? აქ თქვენია რებეკა. თავი დავანებე, კარგი? უკვე დროა ორასიოს ძალისხმევა და მონდომება ვაღიარო. კარგი კაცია მშრომელი პატიოსანი ერთგული. და სიმართლე გითხრა, სამართლიანი იქნება ეს ყველაფერი დაგუფასო და დავეხმარო.
საყვარელო. არ მოგწონს მასე რომ ვლაპარაკობ არა? მართალი გითხრა არა. კარგი, მაგრამ რატომ? რამე დაგიშავა, რამე გაკადრა? ძალიან კარგად ვიცი შენი თაყვანისმცემელი იყო. ეს დიდი ხნის წინ იყო, გებიცები. ორასიო არ მომწონდა. არც არასოდეს მაინტერესებდა. ვიცი საყვარელო. და მე ამ მომენტში შენ რომ არ გამოკოლოდი ცოლად ორასიოს მაინც არ გაყვებოდი. არის რაღაცა მკაცში, რაც მაშინებს. არ ვიცი, გრძნობ რომ ცუდი ადამიანია. გაზვიადებ საყვარელო. ორასიო კარგი კაცია. შენს დაკარგვას შეეგუო და ჩემთვის საყვედური არასოდეს უთქვამს. არც ბოღმას ინახავს გულში. იცი რა? ამ კაცი ამდენი ლაპარაკი არ მსიამოვნებს. ჯობია წახვიდე საბუთებს ხელი მოაწერო და დროზე დაბრუნდე. ხო. გელოდები. შენ რა მეპატიჟები? შეიძლება. ცოლად მის ჯიბზე შემირთე ხომ ასე იყო ორასიო? არ მიატოვებ ამ სიცრულებებს. იცოდე, უკანასკნელად გაფრთხილებ. ახლაც უწახვალ არ დაბრუნდები, სანამ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა არ გამოსწორდება. გესმის? ამ ბინძურუბანში ცხოვრება უკვე აღარ მინდა. ცუთხასიაძე მაყენებს, ალერგიას მაძლევს. ეს ვულგარული გვარიც არ მაწყობს. უნდა შევიცვალო. ისე უნდა ვიცხოვრო როგორც შემეფერება, დედოფალივით, ფუფუნებაში. სამკაულებსა და ბეწვეულში. მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი. შენ ეს მოგწონს? მე არა. მე არ მომწონს, გაიგე? მინდა ის ყველაფერი მომცე, რასაც ქორწინების წინ პირდებოდი. აი ეს მოგწონს? აი ეს გინდა? მე მეტი მჭირდება. Todo lo que me prometiste cuando nos casamos. Todo vas a tener. ყველაფერი გექნება მეთქი. როდის? შენ რომ გონია იმაზე უფრო მალე. დიახ, გისმენთ. ორასიო დიეგო ვარ. მომისმინე, მაპატიეთ ყვილად რომ გალოდინი, მაგრამ ჩემ ცოლთან რომ ვარ, ყველაფერი მავიწყდება ხოლმე. არა უშავს მეგობარო. როგორ არა უშავს, კვირა დღე დაგიკარგე. მაგრამ ხვალ სიურპრიზს გაგიკეთებ და ეს იქნება კომპენსაცია. ხვალ. ანუ დღეს უკვე აღარ მოხვალ? არა. მაგრამ ხვალ ძალიან ადრე გელოდები, იმ კონტრაქტს გადავხედოთ. გმადლობ ყველაფრისთვის. მართლა და კიდევ ერთხელ მაპატია რომ გალოდინე. ხო, ხენარო. დასაფასოებელი მანქანის ყველა აქცია იყიდე. ორასიომ უკვე გადახედა საბუთებს და ამბობს ყველაფერი წესრიგშიაო. ხო. არც ამაზე ინერვიულობ. ხო, ჩემამ დივანმა გვემაცნობა. იაპონელებმა ვახშამი ამ საღამოსთვის გადმოიტანესო. წარმოიდგინე რა მდგომარეობაში ვარ. დანიელა რომანტიკულ ვახშამს ამზადებს მხოლოდ ჩვენთვის. მეტიც ყველა მოსამსახურე გაათავისუფლა, რომ სულ მარტო დარჩენილიყავით. მომკლავს რომ გაიგებს. კი, ნუზო ხარ, კარგი. კარგი. ესე იგი, შევთანხმდით. გმადლობთ, ნახვამდის. ხელს არ მოაწერ. სულ ეს არის? სულ ეს იყო. ახლა შემიძლია გითხრა, რომ ყველაფერი ხელმოწერილია, რაზეც ხელი უნდა მოგეწერა. არა, დაჯიკი. შენთან ძალიან სერიოზული საქმე მაქვს. კარგი, მაგრამ რა არის ასეთი, რა მოხდა? ცუდი არაფერი. ერთი დელიკატური საქმეა. სენიორ ტრევინიოს ველაპარაკე. ვთხოვე ყველა საჭირო საფუძი მომიმზადე, რომ საწარმოში ახალი კომპანიონის მიღება შემძლო მეთქი. მე ეს მე რატომ არ ვთხოვე? იურისტების შეფი მე ვარ. უბრალოდ არ მინდოდა გაგეგო, ვინ არის ახალი კომპანიონი. და ვინ არის შენი ახალი კომპანიონი? შენ? მე? ხო, რა თქმა უნდა.
შენ ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი ხარ. სრულად დარწმუნებული ვარ, რომ არასოდეს მიღალატებ. ერთგული ხარ მშრომელი, პატიოსანი. და რაც მთავარია, ვიცი რომ შემიძლია შენს ხელში მშვიდად ვიყო. მაშინ დიდი მადლობა. კეთილი იყო შენი ფეხი. დიდი მადლობა. გილოცავ. მიკაელა მერთო ჩემო რა ყვირილია ოტილია რამდენჯერ გითხარი სამუშაოზე არ მომაკითხო მეთქი შეხედე რას გავხარ საკუთარი თავი არ გეზიზღება არა თავი მაშინ უფრო მეზიზღება როცა დასალევი არაფერი მაქვს დამეხმარე როგორ გინდა სუფთამ და სუნამო მოპყურებულმა ვიარო სულ ნაგავში ვიქეკები ბინძურს ტყუილად არ გეძახიან დამელოდე მე ამით ვამაყობ მომისმინე გუშინდელი ნათლობის წვეულებიდან არაფერი დაგჭა სულ ცოტა რამე მაინც მომეცი გთხოვ გითხარი ხვალ მოდი მეთქი ხო ვიცი მაგრამ იმიტომ მოვედი რომ დღეს ძალიან გამიჭირდა წავალ რამეს მოვძებნი სამზარეულოში აქედან ფეხი არ მოიცვალო სახლში არ შემოხვიდე შემოვალ რა არა დამელოდე გისმენთ გამარჯობა მე ვარ საყვარელო დანიელა ვიცი რომ მან ხარ რადგან არ დაგიდე ესე იგი გინდა მომისმინო ხომ ასეა თავხედი ხარ იცი სიყვარული კაცის როლებს აკეთებინებს ეს ალბათ იცი არა როდემდე უნდა მიშალო ნერვები როდემდე სანამ საბოლოოდ ჩემ კლავებში არ აღმოჩნდები იქამდე ნამდვილი გიჟი ხარ გაფრთხილებ სხვა გზას არ მიტოვებ დიეგოს ყველაფერს ვეთყვე ჯერ ერთი არ მგონია შენ მოქმარმა დაგიჯეროს ხომ იცი როგორ მაფასებს მეტიც იცი რომ თავის კომპანიონად მაქცია და შენ ღალატობ და მის ცოლს ასე უპატივცემულოდ ეკცევი ვაჯარი ხარ მაგრამ იცი რა ერთხელ ხომ გითხარი უარი ახლა უარი სათქმელად მეტი საფუძველი მაქვს ვერ გიტან მეზიზღები გესმის სიმართლე გითხრა არ მესმის რატომ დასაშინელებაა წარმოიდგინე რა დამთხევა მე უფრო მეტად მიყვარხარ და უფრო მეტად მომწონხარ ვიდრე თავიდან და ვიცი რომ მე და შენ საბოლოოდ ერთად ვიქნებით ნებით თუ ძალით მაინც ჩემი გახდები ვიცი რომ მე და შენ საბოლოოდ ერთად ვიქნებით და ისე მალე შენ რომ ვერ წარმოგიდგენია დანიელა გამარჯობა საყვარელო მინდა და გამეგო სახლში რომელ საათზე დაბრუნდები საყვარელო იაპონელების ვახშმის თაობაზე ხომ გაგაფრთხილე რა იყო კარგად ხარ ბავშვი ხომ კარგადაა კი ორივე კარგად ვართ შენი ხმარ მომწონს არა არაფერი უბრალოდ ძალიან მომენატრე რა ვიცი სანამ იაპონელებთან წახვალ ვახშამზე იქნებ ცოტა ხნით შემოგვირბინო კარგი საყვარელო ნუძო ხარ როგორც კი შევძლებ წამოვალ მიყვარხარ მეც მიყვარხარ ხომ გითხარი დამელოდე მეთქი სად მოდიხარ გამომართვი საკმარისად ჩავდე შენთვისაც და ჩუისთვისაც ღმერთმა დაგლოცოს მომისმინე ჩელიტა ან რამე უფრო ძლიერი არაფერი გაქვს რა თავხედი ხარ რის ჩელიტა დროზე წადი პარკში ბავშვთან ერთად არ გამოხვალ არა სახლში არავინ არ არის მეცი გუშინ ყველა მნათლობის წვეულებაზე იმუშავა ამიტომ გადაწყვიტეს დღეს გაეთავისუფლებინათ აი თურმე რა ყოფილა ასეთი სამსახური მეც მიშოვე რა
სინიორა დანიელას მარტო ხომ ვერ დავტოვებ. სინიორი საქმიან ბახშამზე წავიდა და ძალიან გვიან დაბრუნდება. ცუდია, მინდოდა გამოგყოლოდი. მაგრამ სამომავლოდ იყოს. როგორც იტყვიან, მიზეზი თუ გაქვს, საბაბი ყოველთვის მოიძებნებაო. წადი. უგაცრავად. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა, სინიორ როდრიგეს. სინიორი არ გახლავთ? ხო, მაგრამ ეს სინიორა დანიელასთან მოვედი სალაპარაკოთ. იცით გადაღლილია, თუ გნებავთ თქვენს დანაბარებს გადავცემ. არ არის აუცილებელი, ეს პირადი საქმეა, ახლა ტელეფონზე შევუთანხმდი. მაშინ ვეტყვი რომ აქ ხართ. რა იყო? არ მინდობი? მე კომპანიის ადვოკატი ვარ. არა, რას ბრძანებთ უბრალოდ ხომ გითხარით სინიორა, ახლა ვერ მიგიღებთ. შენი ნებართვით კარგი? მიკაელა. გამარჯობა. მიკაელა არა. მე ვარ. მაგრამ საკეთებ. როგორ ბედავ? გითხარი ჩემი გახდები მეთქი. სიტყვის შესასრულებლად მოვედი. არასოდეს. სად მიდიხარ? რა გინდა ტელეფონი, რა გინდა მეთქი? გითხარი ჩემი გახდები მეთქი რა. და ვერ გაიგე. წადიკთხო. დიეგო სადაც ამოვა. მართლა კარგი რა. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს, შენთვის ამის თქმას ვაპირებდი. მაგრამ დამიკიდე. გახსოვს? გთხოვ. რა? თავი დამანებე. თორემ კიულს ავიწყებ. მართლა და რატომ? ხოლო შენი მოსამსახურეა და ისიც ბაღშია, ვერაფერს გაიგონებს. რატომ უნდა იკივლო? მე რა რომ კომპანიის ადვოკატია. ეს კაცი არ მომწონს და მორჩა. ეს შემშინია დედაშენს თვალებით როგორ ჭამდა. არ მინდა ამ კაცზე ცუდი ვილაპარაკო. წამოდი ვნახოთ. დედაშენს რამე არ აწყენინოს. არა, იტყვიან ცნობის მოყარეო. მოდი სამზარულოში ჩავიდეთ, საწოვარას მოგიმზადებ. წამოდი საყვარელო, შენი ჭამის დროც მოვიდა. დიეგო გაიგებს რა უნამოსაც ბრძანდები. სად მიდიხარ მეთქი? თავი დამანებე, გარეწარო. გაჩომდი. თავი დამანებე. რა იყო დანიელიტა? შეგაშინე საყვარელო, ბლენდერს პირველად ხომ ართავ? გაჩომდი გეუბნები, გაჩომდი მეთქი. ვერ ხვდები რომ მთელი ცხოვრება მიყვარდი. არ გაგიშვებ. გაჩერდი მეთქი, გავფრთხილებ. გაჩომდი. გავფრთხილებ, გაჩომდი. მიკაელა. გაჩომდი მეთქი. გაჩომდი. დაიცოდე აღარ მიგბინო. გავფრთხილებ. ოთახში, დროზე. მიკაელა. გაჩომდი. ღმერთო, დედაშენი რატომ უნდა ყვიროდეს? მიკაელა. ვერ ხვდები რომ შენ გამომოვედი. იმიტომ რომ მიყვარხარ. როგორ არ გესმის? გთხოვ, არ მომეგარო. რა გინდა ამით როფენა? გინდა დამარტყა არა? მარაკაცი ხარ. მეზიზღები. მართლა? ხორი ხარ. გაჩომდი. ვერ გიტან. გავფრთხილებ, გაჩომდი.
დიეგოს ფეხის ფრჩხილადაც არ ღირხარ. დამპალო. გაჩვენდი მეთქი. დანიელა, კარგად ხარ? დანიელა, მიპასუხე. მოდი. კარგად ხარ? დანიელა. მოკლა. იმ დამპალმა დედა შენი მოკლა. წამოდი, სანამ გვიპოვის და რამეს დაგვიშავებს საყვარელო. წამოდი, ჩემო საბრალო, წამოდი. წამოდი. შენი ბრალია. გითხარიან ჩემი გახდებიან არავისი მეთქი. არ დამიჯერე ხომ ასეა? არ დამიჯერე. კამერა. ის დამპალი გადაღებული იქნება. მერტო ჩემო რომელია? მერტო დროზე. კალო, თვალები სად გაქვს? Otilia, Satjar. Otilia, ¿dónde estás? Ay, Otilia.
ოტილია. დამეხმარეთ, ხო? სათხარ. რას უშვები ჩემს კილებს? ბავშვებო, ვინმე ძახის? მიკაელა? მიკაელა რა გჭირს აქ რას აკეთებ? გამომართვი. ეს შეინახე? არავინ არ უნდა იპოვოს. რა გჭირს, ბავშვი მომეცი? რა გჭირს? მერთო ჩემო. რა გჭირს? სინьора, რომელი სინьора? სინьора დანიელა. სინьора დანიელა მეთქი. რა მოვიდა? მოკლეს. მოკლეს? შენს პატრონს თავს დაესხნენ? ვინ იყო? ვინ იყო მიკაელა? ვინ მოკლა? იმან. ვინ იმან? ის იყო. მიშველეთ. მიკაელა რა გჭირს? დამეხმარეთ, ხო, დამეხმარეთ, მიკაელა. მიკაელა. მიკაელა რა გჭირს? მიკაელა. პოლიცია. მინდა ერთი მკვლელობის თაობაზე გაცნობოთ. დიეგო მონტენეგრომ ეს თუთია თავის ცოლი მოკლა. დიახ. რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ. არა, არ გეტყვით ვინ ვარ, ცხედარი მის სახლშია. თუ ჩემი არ გჯერათ, მიდი და თავად დარწმუნდებით. დანიელა, საყვარელო სათხარ? საყვარელო ზემოთ ხარ? დანიელა, საყვარელო. შენ მაზარმა შემაშინა? დანიელა. დანიელა. საყვარელო. დანიელა. საყვარელო. ჩემო ძვირფასო. არა საყვარელო, მოდი აქ, მოდი საყვარელო, არა. დანიელა, არა. ხელები მაღლა. ხელები მაღლა. მიდი. ხელები მაღლა მეთქი. დანიელა. არა. დანიელა. არა. დანიელა. დიეგო. ბიძია, დანიელიტა მოძებნე. მიკაელა მოძებნე, გთხოვ. არ ჩანს, ალბათ დანიელიტაც მასთანაა. მოძებნე ბიძია, გთხოვ. ბიძია, იპოვე, გემუნდარები. ბიძია, იპოვე. უნდა იპოვო. აუცილებლად უნდა იპოვო. აუცილებელია რომ ეს მასაჟები ყოველდღე უკეთოთ და მკლავები მუდმივად უნდა ამოძრაოს. დამოუკიდებლად როდის შეძლებს ამოძრავებას? მომისმინეთ, არ მოგატყუებთ. მკურნალობა ძალიან ეფექტურია, მაგრამ ამავე დროს ძალიან ძვირიც ჭდება. ეგრა მაკლდა. ერთი კვირის შემდეგ ბავშვს ყველგან ვეძებთ, მაგრამ არ საჩანს. აბატია დიეგო, ის რაც უნდა გითხრა, ძიმე მოსასპენია, მაგრამ ახლა მე მგონი შენი შვილი უნდა დაივიწყო. შენ საქმეზე ჯობია კონცენტრირება. არანაირი კონცენტრირება არ მჭირდება. უდანაშაულო ვარ. თუ ღმერთი სამწორასიო. ჩემი ცოლი მე არ მომიკლავს. კი, მაგრამ მამას ხომ დამტკიცება ჭირდება არა. შენი სახლის ვიდეო თვალის ყველა ჩანაწერი გადავათვალიერეთ და ვერაფერი ვიპოვეთ. სრულიად ვერაფერი. ეს ნიშნავს რომ მკვლელმა იცოდა რასაც აკეთებდა. შეიძლება. ვინმეზე გააქვს ეჭვი? დაფიქრდი, კარგად დაფიქრდი.
ეს აუცილებელია, რამე ხელჩასაჭიდი მჭირდება. მოსამართლესთვის რომ გირაოთი მაინც გაგათავისუფლოთ აქედან. არც მე და არც დანიელას მტრები არ ყავდა. გეფიცები. წარმოდგენაც კი არ მაქვს ვის შეეძლო მოეგლა. არ ვიცი ასე ვის უნდა შეშურებოდა ჩვენი ბედნიერება. ორი თვის შემდეგ. მაშასე, სინიორებო, წაგიგითხავთ განაჩენს სინიორ მონტენეგროს საქმეზე, რომელსაც ბრალადდება საკუთარი მეუღლის სინიორა დანიელა ლუგოს მკვლელობა. დამშვიდი. ყველაფერი შენ სასარგებლოდ გადაწყდება. განაჩენს შენ სასარგებლოდ გამოიტანენ. დანიელა მე არ მომიკლავს, თუ ღმერთი გწამს ორასიო მკვლელის მოძებნაში უნდა დამეხმარო. რომ არ გამამართლონ ჩემშულს, როგორ ვიპოვე, ვინ იცის რა მოუვა, როგორ უნდა ვიპოვო, ვინ წაიყვანა. გააჩვენდით გთხოვთ. სიჩუმე. თუ შეიძლება. ყველა სამხილის გულდასმით შესავლის შემდეგ საპროკურორო ზედამხედველობასთან და ორ აქ დამსწრე ექსპერტთან ერთად, რომლებიც უტყუარ ფაქტებს ეყრდნობიან, დაამტკიცებენ, რომ მკვლელობის იარაღზე ნაპოვნი თითის ანაბეჭდები ბრალდებულს ეკუთვნის. ეს სასამართლო, როგორც უმაღლესი ორგანო და მე, როგორც მოსამართლე, ვადგენთ სინიორ მონტენეგრო დამნაშავედ ჩაითვალოს. არა, ორასიო, ეს შეცდომაა, ორასიო, მიშველე ღვთისგულისათვის. და მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 25 წლით. ორასიო, გასაგებია, ორასიო ღვთისგულისათვის. სინიორ მოსამართლე, მომისმინე. ეჭვიც არ მეპარება, რომ დანიელა შენი მოგლოლია. შენ მოკალი, წყეულო, შენ მოკალი. ორასიო. წყეულო. მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა საკუთარი ცოლის მკვლელობისთვის. ბავშვის ადგილსამყოფელი უცნობია. პოლიცია ფიქრობს, რომ ბავშვი გაიტაცეს და გამტაცებლების პოვნას ცდილობს. გამტაცებლების. ცუდადაა საქმე, ახლა ხვდები, რა შარში გამხვიე. ამ ლაწირაკის აქ მოყვანით. ამას დამატებული ის, რომ შენ უნდა მოგიარო მთელი შენი ცხოვრება. ჩემი ცხოვრების გასართულებლად მოხვედი, ლაწირაკო. ახლა მხოლოდ ის ღამაკლია, ძაღლი მოვიდეს და მომაფსას. ახლა ჯობია ყველაფერი დავივიწყოთ და ჩვენს ახალ ცხოვრებას შევუდგეთ. ორასიო, მე შენ ძალიან კარგად გიცნობ. მინდა ვიცოდე რა ხდება. ის ხდება, რომ დიეგო მონტანას 25 წელი ციხე ელოდება. ის ხდება, რომ მისი ცოლი მკვდარია და მისი გოგონა დაკარგული. ღმერთმა იცის იპოვიან თუ არა. ანუ დიეგო მონტენეგროს ყველა საქმე ჩემ ხელშია. ყველაფერი, მისი ქონება, მისი სახლი, სრულიად ყველაფერი. ახლა ისე იცხოვრებ, როგორც ოცნებობდი. ხომ გითხარი? მალე ყველა ოცნება აგისრულდება მეთქი. ახლა ხვდები, რასაც გეუბნებოდი, რებეკა. გესმის თუ არა? ორასიო. შვენივრად მესმის. რა გატირებს, გაჩუმდი. გაჩუმდი. თუ ფშია, ერთადერთი ისი მოცემაც შემიძლია წყალია. გაჩუმდი. მოდი აქ, მოდი. წარმოიდგინე, შეიძლებოდა ძალიან მდიდარი გოგონა ყოფილიყავი და ღატა კეშმაკუნად იქეცი. და გაიგეთ ახალი ამბები. იყიდეთ. 20 წლის შემდეგ, მეხიკო, 2009 წელი. გაიყოლეთ გაზეთი. გაზეთი არ გინდა ახალგაზრდა?
მომისმინე მეგობარო, მომშივდა. შენ არა? ხა, მაგრამ ჯერ დაგვიმთავრებია, ვერაფერი გავყიდეთ. არა უშავს, შენ თქვი ბაღაყიო და მე ავხდები. დონანჩელა საბძაფნოთ ხვეზელი. ხო, კარგი აზრია. კარგი, მაგრამ რომ არ გამოვიდეს, გაზეთები ხომ გვაქვს? წავიდეთ. იქნებ გზაში გავყიდეთ. მიდი შენ გაყიდე. სულელი ხარ. მიდი, გაინძერი. გაზეთი გაიყოლეთ. გაიყოლეთ. ტკბილეულობა, კევი, შოკოლადი. ტკბილეულობა. კევი, შოკოლადი. Atrapada en una falsa realidad, prisionera del dolor que marcó su corazón. Necesito comprar todo. Teli sakoneli უნდა შევიძინო. Sí, es muy importante. იცოდე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია გონსალეს. Autorización de mi papá. Voy palabra. არა, მამა ჩემის ავტორიტეტი არ არის საჭირო. კამფეტები, გაზეთი, არა? კამფეტები. კამფეტები. კევი, კამფეტები. გაიყოლეთ. Necesito que me confirme. გონსალეს ოპერაცია ამ საღამოსვე უნდა დაასრულო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ საქმის ხელიდან გაშვებას არ მოპირებ. მაგარია. რა იყო, რა გჭირს? მორჭი ჯამბაზობას. წადი, მოშორდი. კარგი, კარგი. Pilar, necesito პირო, vía mail. ბალანსები იმეილით გამომიგზავნე ამ საღამოსთვის. დირექტორთა საბჭოზე აუცილებლად ვჭირდება. Sí. მნიშვნელოვანია. ¿Cómo? ო, რა? შენი დედაც. გაიქეცი. შენი დედაც. გაფუჭებულო. ჯანდაბა არა. არა. ეს უკვე მეტის მეტია. იდიოტო. კინაღამ გაგვიტანე. შედამპალო. ყველაფერი შენი ბრალია. იდიოტო. Pero afortunadamente. საბედნიეროდ არაფერი არ მომხდარა. დაწყნარდით. შენ გონია ეს შიში ასე უცბად გაივლის? კარგი, დამშვიდით. მორჩი, საკმარისია. ეს ტაშტი. აი შენ. ესე შენ. Está bueno. კარგი, დაწყნარდით. ახლა ნამდვილ ეშმაკს გაიცნობ. ¿Eres una mujer? ქალი ხარ? ნაბაფის ელოდი. უცხო პლანეტელს? No te hagas que la ისე ნუ იქცევი თითქოს ღვთისმშობელი გელაპარაკება კარმელო. მხოლოდ იმის სათქმელად მოვედი, რომ დაგინახე ჩემს ეშმაკუნას თვალებით როგორ ჭამ. რას ასწავლია ოტილია? აბა რა ვქნა? ის გოგო რაღაც აუცრება. იმ ძონზე ქვეშ რომელსაც ატარებს უნაკლო ქალი ინალება. პატარაობიდანვე ეთყობოდა, რომ ყველასგან განსხვავებული იქნებოდა. ულამაზესი გოგოა. ამ ჭაობის ბავშვებს კი არ გავს. უკვე ბავშვი აღარ არის 20 წლისაა. ნამდვილი სინьორიტა. შენთან ერთი საქმე მაქვს. არ იცლები არა? მოსალაპარაკებლად მოვედი. ხო? გონი უკვე ხვდები. ითხარი. მაინც რა გინდა? აგიხსნი კარმელო. მე ის მაქვს, რაც შენ გინდა. ეშმაკუნა. შენ კი ის გაქვს, რაც მე მინდა. ბევრი ფული. რა იყო? შეგეშინდა? აბა მაგარი ბიჭი ვარო. მიდი, გვანახე რა შეგიძლია. მიდი. არ გინდა ეშმაკუნა არ ღირს. არ მეგონა რომ ქალი იყავი. მომიშმინე კარგად ხარ? რა შენი საქმეა? ო, მაგრამ კოჭლო. მე შენ რა? შენი ფეხი მაწუხებს, იქნებ რამე სერიოზულია. ექიმთან წავიდეთ. მივხვდი რაც გინდა. ჩემი შებმა გადაწყვიტი არა? არა. მიდი, დროზე ახვიე. არა, შეიძლება რამე სერიოზულია. იცი რა? ჯობი აქედან ახვიო და სხვაგან მოკვდე. კარგი? ვერ გაიგონე ჩემმა მეგობარმა რა თქვა? ახვიე, წადი ზმაო. მიდი, დროზე. ეი, მოიცადე. ეშმაკუნა. მოიცადე. ეშმაკუნა. მოიცადე.
სანტა საყვარელო, როგორ მიხარია სახლში რომ დაბრუნდი? კეთილი იყოს შენი მოსვლა. როგორც ხედავ, ყველაფერი ძველებულა. კარგი, სახლში შევიდეთ. მომიყევი, როგორ მოგეწონა ესპანეთი. სიმართლე გითხრა, ძალიან გამიკვირდა ასე მოულოდნელად შენი ნახვა. მაგრამ ერთადერთი იმის იმედი მაქვს, რომ იქ ყველაფერი კარგადაა. თავარია რომ აქ ვარ დედა. როგორც ხვდები, ეს არ მოგწონს. სანტი, და შენ ყოველთვის რადიკალური ხარ საყვარელო. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ ისევ სახლში რომ მყავ ხარ, მაგრამ რადგან დედა შენი ვარ, მინდა ყველაფერი კარგად იყოს. კარგადაა ყველაფერი? არა, ყველაფერი კარგად არ არის. იმის დასაბრუნებლად ჩამოვედი, რაც ჩემია. და იმას, რაც ჩემია, სანტიაგო როდრიგესი ქვია. სანტა, საყვარელო მომისმინე? შენ ძალიან ლამაზი ქალი ხარ და ნებისმიერ კაცს შეაბამ. სანტა ოლივარესი ტყუილად ხარ? კარგად დაფიქრდი? დედა, შენ ყველა გადაწყვეტილებაში მხარს მიჭერდი. იმედია არც დღეს იქნება გამონაკლისი. სანტიაგო მინდა. ნებისმიერ ფასად. ჩემო ლამაზუნათლია. ახლა უნდა მოგიყვე, რა ამბავი გადამხდა. აი, ერთი ბიჭი გავიცანი. ძალიან ლამაზია. იცი? სულ იმ ზღაპრულ პრინცს გავს. იადირა რომ მიყვებოდა. პატარაობისას გახსოვს? ჩემი ოცნების პრინცი იყო. ისეთი მაღალი, ისეთი ლამაზი, ისეთი გამოხედვა ჰქონდა. გახსენებაც აკმარისია რომ ტანში ბურცკავს. ჯობია ოცნებებს არ ავყვე. იმიტომ რომ ისეთი ლამაზი ტიპი. როგორიც ისა, ჩემისთან ახატაკს, ზედარში ხედავს. მე ხომ ღარიბი ეშმაკუნა ვარ. მაგრამ შეგიძლია გამდიდრდე ჩემო ლამაზო. რა იყო? რა ბზიკმა გიკმინა? ასეთი ალერსიანი როდის იყავი? შენ ვინ გაგიგებს? ცუდად მეკცევიო წუწუნებ და როცა გეფერები მიღრენ. კარტმა მითხრა ლაწირაკო, კარტი არ იტყუება. შენ ყოველთვის ოქროს მეფე ამოგდის. შეხედე, ღარიბი ეშმაკუნა აღარ იქნები? ძალიან მდიდარი ქალი გახდები. დარწმუნებული ვარ. ექსტრა. გაზეთი გაიყოლეთ. კევი, ტკბილეული. გაზეთი გაიყოლეთ. წაიკითხეთ რა მოხდა მეტროში. კევი, ნამცხრები. შეხედე, ახალი ამბები. ექსტრა. ახალი ამბები. კანფეტები, ნამცხრები. კევი, კანფეტები, ნამცხრები. რა ქვია? დანიელა. ესე იგი გაზეთებს ყიდი? არა, ბევრ ამას ყიდი. კარგად ხარ? ფეხი როგორ გაქვს? უკვე აღარ გტკივა? არა, არ მტკივა. აქეთ გამოვიარე, შენი ნახვა მინდოდა. და რატომ? იცი, წუხელ თვალი ვერ მოხვუჭე. უძილობა გაწუხებს? არა. ვერ დავიზინე, შენზე ვფიქრობდი. იმის თქმა მინდა, რომ შენი ფეხის გამო ძალიან ნერვიულობდი. მინდა ეკიპთან წაგიყვანო. არა, კარგად ვარ. უბრალოდ ცოტა ჩალურჯებული მაქვს. შეიძლება ვნახო? ეს არ გინდა გაჩვენო? ან გაზეთი იყიდე, ან ახვიე. უნდა ვიმუშაო. დანიელა, მინდა დაგეხმარო. ეკიმთან მაინც გამომყევი. გითხარი, არ მინდა მეთქი. დღეს უამრავი გაზეთი უნდა გავყიდო. მოდი, ერთ რამე შემოგთავაზე. ჩემ სახლში წამოდი. რა? შენ სახლში? შენ რა? გაგიჟდი? თუ რა გჭირს? ვინგონი ვარ? მე შეიძლება ღარიბი ეშმაკუნა ვარ, მაგრამ ქარაფშუტა არ ვარ. დანიელა, სხვანაირად ნუ გამიგებ. მეგობარი მყავს, ექიმია. დაურეკავ და ის გაგსინჯავს. ეშმაკუნა, კარგად ხარ? თავ არ ამიშავს პელუსა. უბრალოდ აქ ვდგავარ და ეს კაცი დროს მართავს. ავხედავ. გითხარი არა მეთქი, სამუშაო მაქვს. მე დაგეხმარები. აბარა, შენ დამეხმარები. მომეცი. არა. დანიელა. მომეცი. შენი გაზეთების ნახევარი მომეცი, მე უფრო მალე გავყიდე ვიდრე შენ. შენ რა დამცინი? მე თუ გაჯობებს სახლში წამომყვები. კი თუ არა? და მე თუ გაჯობებ რა? რაც შენ გინდა. ნამდვილად? ნამდვილად. რაზე დავნაზლებდეთ? ეს სიურპრიზი იქნება. ნახოთ. რა საკეთებს? არ ვიცი, მაგრამ გონი ცოტა სუბერავს, არა?
გესმის? შენ გელაპარაკები. რა? შენ პელუსას უთხარი ეშმაკუნასთან ერთად სიარულს შეეშვას. თავი დამანებე. არ გეხუმრები. რა იყო რა გჭირს? შენი გოგო ეშმაკუნას იმიტომ დაყვება რომ ფული დასტყუოს. იმიტომ არ მოაქვს ამ გოგოს ფული. ერთჩვენიერ დღეს. რა ერთჩვენიერ დღეს? ყელში ამომივა. მისი და იმ ხეიბარი მიკაელას რჩენა. და როცა ეს მოხდება, ორივეს პანღურს ამოვკრავ და ქუჩაში მოვისვრი. მართლა? იმ გოგოს მოთმინებიდან გამოვყავარ. ჭკუა უნდა ვასწავლო. ის გოგო თვითონ გარჩენს. გაჩუმდი. არც მარჩენს და არც არაფერი. მინდა იმდენი მოიტანოს რომ მასაც და მიკაელასაც ეყოს. მე რომ არ ვიყო შიმშილი დაიხოცებოდნენ. საბრალო ეშმაკუნას პატარაობიდან ამუშავებდი. მე? ხო, შენ. იმ გოგოს ამუშავებ და შენთვის ფულები მოაქვს და სხვათა შორის საკმარისზე მეტიც, მაგრამ შენ ყველაფერს იმ შენს უხეირო შვილს აძლევ. ჩემ შვილს თავი დაანებე. შენ კი ეშმაკუნას დაანებე თავი. გავფრთხილებ, არ გეგონოს რომ მარტოა. დამცველი ყავს. შენ? ხო. გავფრთხილებ ეშმაკუნას. ან მიკაელას რამე რომ მოვიდეს, ჩემთან გექნება საქმე. წადით საქმეს მიხედეთ. წადით მეთქი. წადით სარეცხილეცხეთ. დარწმუნებული ხარ? ხო, მომისმინე. ფაქტია რომ ზოგიერთებს შეწყალებას მისცემენ, ნამდვილი შესაძლებელია დიეგოსაც მისცენ და ციხიდან გამოვიდეს. არა, ამას ვერ დავუშვებთ. ორასიო, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. არა, ვერ გამიგი არა ლუის. დიეგო ციხიდან არ გამოვა. შენ ხომ იცი? დიეგო ციხიდან ვერ გამოვა და ამაზე შენ იზრუნებ. გასაგებია? მე გავიმარჯვე. ასე რომ ჩემს სახლში მივდივართ. მაგრამ შენთან ერთად მარტო არსად არ წამოვალ. უბრალოდ სახლში წავიდეთ. მაგრამ მეთქი. მოიცა. ჩემი მეგობარი შენთან მარტო არ წავა. სახლში ერთად მივდივართ. ჩასხედით. წამოდი. დროზე. დაჯექი. მე ეშმაკუნა ვარ. შეხედე. აი მესმის სახლი. ნახე რა სახლია. ეს აუზი ხომ არ არის? არა, ეს შადრევანია. არა, სულელო, იქ შიგნით. კარგი, ვეთყვი რომ მოვედით და ექიმს დაურეკავ. მაშინ ჩვენ აქ იქნებით, კარგი? შეხედე, მილიონერებმა იციან ფუფუნებაში როგორ იცხოვრობთ. ჩვენ ერთი სათლი წყალიც არ გვაქვს. ამათ შეხედე, რა დღეში არიან. რამდენი რამე აქვთ. შეხედე რა აუზია. მაგარი რამე ჩანს არა? შეხედე რა მაგარია. როგორ მომწონს. სიამოვნები ჩავხტებოდი. მოიცა. შეხედე, ნახე რა მაგარია რა. ხედა? ხელი ჩაყავი. მოიცა, რა? ხელი ჩაყვა? იცი რა თბილია? აბა ვნახოთ, რა მაგარია. არა. რა იყო? პელუსა. ახლა რა ქნა? შეხედე საწავიდა. ო არა. ფეხზე რატომ არ გაიხადე? მიდი, მოიცადე? სულ დამასვერე. ახლა რა ვქნათ? არა. ჩასვლა მომიწეს? გაგიჟდი? როგორ უნდა შეხვიდე? არა და ახალი დაბანილი ვარ. წამოდი შენი ფეხსაცმელი ამოვიტანოთ. იცი რა, შეიძლება ფეხითაც მისვდე. მე დაგიკავებ. არ ჩამაგდო? არა. სულ ცოტა მოიწია. სულელი ნუ ხარ. დავინჭირე. მაწანწალებო, ჩემს სახლში რას აკეთებთ? თქვენ გელაპარაკებით. ჩემს აუზში რა გინდათ? აქ რას აკეთებთ?
რა იყო? ასე რატომ მიყურებთ? შენი სახე. Quítate. გამატარე. არა. გამატარე გოგონა. შეუძლებელია. შეუძლებელია. მამა რა ხდება?